ქოც მარაქნა გამოიყენა ყველა ადამიანური ტრაგედია და უბედურება. აქცია პოლიტიკურ ჭურჭლად ეს ამბავი, რომელიც მათი გადასახედიდან ხმების მომტანი ჭურჭელი იყო და შემდეგ აი ამ ჭურჭელს დაარიხინებდნენ რეგიონიდან რეგიონში. ბუტარობაკიძის ამბავი ვინ ბიზნესად აქცია და ვინ პოლიტიკურად მომგებიან თემად, გირგულიანზე აღარაფერს ვამბობ. ზურაბ ჟვანია ცხოვრებული 10 ჯერ ამოთხარეს საფლავიდან და ჩამარხეს ნამაში მის მახლობლებმა ცხელი შეუწყოს. პატარა შურიზიებასაც გავდა ეს ამბავი მასზე. შემდეგ მოკლედ წავედით რომ ეს ჩავით ყველაზე მნიშვნელოვანი ბარბარე რაფალიანის ამბავი, სადაც რატომღაცა ბურსით მოცული ამბის დროს ყველა იქ აღმოჩნდა. ქოცი შემდეგ უკვე მოგვიანებით მაღალჩინოსნები მაჟანტრის დეპუტატობის კანდიდატები, რეჟისორები, ყველა რატომღაც ზუსტად იქ აღმოჩნდნენ, სადაც რაფალიანის ამბავი მოხდა ზუსტად 5 წამში. და იქ პირდაპირ ჩართვაც აღმოჩნდა, ინფოც რაც აღმოჩნდა, თუ რა ვიცი მეცხრე არხით ლაივები ხალხო ნაცებმა ბავშვით ჩააგდეს ქვევრში ნახეთ რა იკადეს. ეს ხალხი გვესაუბრება იმაზე, რომ რამე მცირე დეტალი მაინც არსებობდა შოუსი, როდესაც ძიამაღობელიცმა თავისთვის დაბალტონალობაში რაღაცა დაბუნჩულებდა რუსთავის ციხისწყალთა კოლონიასთან, ხმას არიღებდა, ცოტა აი რაღაცა თითქოს აი ესეთი მოგრძალებით არავის შეწუხება რო არ უნდა იქ რო დგას. ამას რო ასწრებს თელი მისი ოჯახი, ამას რო ასწრებს მზია, რომ აი არავის შეწუხება არ უნდათ მისი ამბით და ძალიან ღირსეულად ატარებენ ამ გამოწვევას, ურთულეს გამოწვევას, რომელიც მათ თავზეა პატიმრობის სახით, მზიას ჯანმრთელობის სახით და ასე შემდეგ. დღეს ხალხი კადრულობს და ამბობს, რომ ეს ყოფილა თურმე შოუ, რაც დაინახეს რუსთავის ქალთა კოლონიაში. ანუ ის კი არა რაფალიანზე რაც ხნეს და კიდე რაც ჩამოტოლდა, კიდე რაც არ მახსოვს ახლა. არა, ეს ყოფილა შოუ, მაგრამ ეს რომ გვერდზე გადავდოთ, საიდან გაჩნდა ნათლის ღების მოლოდინი. ნათლის ღების მოლოდინი გაჩნდა, როდესაც ყაველაშვილმა უპასუხა ჟურნალისტის მიერ დასმულ შეკითხვას, როდის იქნება შეწყალება და მაშინ თავარი თემა იყო ინგლისის პატიმრების შეწყალება. ამ კითხვას უპასუხა, რომ ეს შეწყალება იქნებოდა ნათლის ღებას. და მოგვიანებით შემდეგ უკვე ადამიანს ჩააგდებ ამ კომენტარს ჩემს ვიდეოზე, ქვემოთ. და შემდეგ უკვე სხვა ქართული ესების წარმომადგენლებმაც გააკეთეს ზუსტად იგივე განცხადებები, რომ რაღაცა ეს ჰუმანური თუ ჰუმანიტარული ემიგრანტი განსხვავება არ არის ამ დეფინიციას შორის აქტის განხორციელების უფლება აქვს ყაველაშვილს და ამიტომ თუნდაც მიიღებს გადაწყვეტილებას თუ რაღაცა არ ვიცი რაღაც მარაზმი ლექციები რო გიტარეს. და მთელი დღის განმავლობაში რომ იქ სინდის პატიმრების მშობლებით განა და არა მხოლოდ სხვა პატიმრების ხორენ, მარტო სინდის პატიმრები ხორენ, თქვენ წარმოგიდგენთ რამდენი პატიმარი ელოდება შეწყალებას. მთელი დღის განმავლობაში რომ ამას უყურებ ტელევიზორთან რომ ზიხარ სათხაც იქ. და რომ უყურებ რა მოლოდინია არა, ადამიანური ემოციები არა, სირთული არა, ზამბარაა გადაჭიმული. ხომ შეგიძლია გამოხვიდე და თქვა ყველაფერზე რო აკეთებ განცხადებას, რაც გასაკეთებელი რაც არ არა, მეგობრებო, შეწყალება არ იქნება, ჩვენ სინდის პატიმრებს არ ვიწყალეთ, ამიტომ ქოც პროპაგანდა არ უჭირს და საკუთარი ქაქის ამოწმედა არ უჭირს. ამიტომ თქვას რომ ამიტომ არ იქნება, მაგრამ არა. უყურა, აი სადისტურად უყურეს, გაერთნენ, გული მოიფხანეს. ეს ამბავი კიდევ ერთი შურიზებისთვის გამოიყენეს, ეხლა უკვე ადამიანური შურიზებისთვის. მე სახელმწიფო ნახევარზე მოგვიგდეს ინფორმაცია, რომ 159 კაცი შეიწყალეს და ხო ის აუცილებლად ამ დრომდე, ხასუსამ ამ დრომდე, ამ 159 კაციდან ჯერ კიდევ საპატიმრო არავის არ დაუტოვებია და 1.15 წუთის წინ რომ დავრეკეთ, ჯერ კიდევ გვეუბნებიან, რომ სიები გადაცემული არ არის. და ძალიან, სადიზმს როცა ვამბობ, სადიზმი გადის აი ასეთ დეტალებზე მეგობრებო. და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი ფაქტია რომ აფსიებზე თან დაკავშირებით რაღაც ხდება 10-ის ნახევრამდე რომ რაღაცაზე ვერ შეთანხმდნენ ეს არის ფაქტი რომ რაღაც ხდება ქართული ოცნების შიგნით ამ ამბავთან დაკავშირებით და იმდენი იმედია ისეთი ამბავი ხდება რომ თუ არაფერი ხდებით რაღაცა დაზიანებებს მაინც მიიღებთ რა